მოგესალმებით წამყვანებო, მივესალმები შუადღის მაყურებელს. ტრადიციულად ყოველ პარასკევს ვიმყოფებით გუდვილის ვაკის ფილიალში. გარეთ ნელ-ნელა დათბა მოგვიახლოვდა აგარაკის ბარბეკიუს მაყალის სეზონი და ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ და დღეს ძალიან მარტივად მოვამზადოთ გემრიელი ქათმის მწვადი. თუ შეიძლება დაბასტურმებული ქათმის ფილე და ასევე მწვანე მარინადში. ჩემთან ერთად არის სტუმარი მარიამ დიდებაშვილი, რომელიც გახლავთ შეფების ლიგის მონაწილე და ამავდროულად ბლოგერი. მარიამ, მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენი სტუმარი. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. რადგანაც გარეთ ცოტა დათბა დროა რომ ჩვენი მაყალი გავახუროთ და ესე ვთქვათ ნახშირი მოვაყაროთ და აქედან გამომდინარე გუდვილში ყოველდღიურად დაგხვდებათ ახალი ნედლი ხორცპროდუქტები, მათ შორის დაბასტურმებული ჩვენ გვაქვს ქათმის ფილე, რომელიც უკვე არის მზად იმისთვის, რომ ავაცვათ შამპურზე და ასევე არის ძალიან კარგ მწვანე მარინადში, არის ასევე მეორენაირი წითელ მარინადში, მოკლედ არჩევანი დიდია და რაც მთავარია, ყველა პროდუქტი, რომელიც შემოდის გუდვილში, გადის პირველ რიგში ლაბორატორიულ შემოწმებას უშუალოდ გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე. შესაბამისად, პროდუქტი არის სანდო. ჭხირები გვაქვს ხის, რადგანაც ჩვენ ღუმელში მოვამზადებთ. და წინასწარ ჩავალბეთ ეს იმისთვის რომ მალე არ დაგვებრაწოს ჭხირი და დავიწყოთ. მე შემიძლია რომ ხორცი დავჭირო და შენ ბოსტნეული შემოთავაზე. კი ბატონო, მე შემიძლია მაშინ დაგიჭრე როგორც წითელს, ასევე მწვანე ბულგარულს დავიწყოთ და თან მომიყევი. როგორ მოხვდი შეფების ლიგაში? ხო, შეფების რა ლიგაში. ურთიერთობა გაქვს სამზარეულოსთან აქედან გამომდინარე? ძალიან საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ მე კი მიყვარს მზადება სახლში, მაგრამ ჩემთვის შეფების ლიგა არის გამოწვევა. და მაინტერესებდა საკუთარი თავი ამ სიტუაციაში როგორ გავართმევდი თავს და ამიტომაც გადავწყვიტე რომ მიმეღო მონაწილეობა და როგორ შეაფასებდი ამ გადმოსახედიდან რთული იყო? ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია, მე-6 სეზონი. არის კონკურენცია, რა თქმა უნდა, შესაბამისად, რთულია. თან მით უფრო ისეთი ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს კულინარიაში არანაირი გამოცდილება. სტრესული არის უშუალოდ აი ეს ჩქარი გადაწყვეტილებების მიღება ცხოვრებაშიც და ამ გადაცემაშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად ეს მაინტერესებდა და ამიტომაც გადავწყვიტე რომ მიმეღო მონაწილეობა ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გამოცდილება, საინტერესო გამოცდილება. ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ტური. როცა მე მქონდა თვალები ახვეული, ჩემს მეწყვილეს ხელები შეკრული და უნდა მოგვემზადებინა პასტა. ეს იყო საკმაოდ მე ვიტყოდი რომ რთული რა. მაგრამ სახალისო და ყველანაირ პირობებში თუ შეგიძლია კერძი მოამზადო, მე ხა როგორ გაიტყვი რომ პროფესიონალი არ ვარო. რაღაც პოტენციალი არსებობს, ანუ ხო. მარიამ, რაც შეეხება შენს ბლოგს, რომლითაც უზიარებ შენს გამომწერებს, ესე სახში მარტივად ფუსფუს. ეს ის არის, რაც შენ გიყვარს, რა პროცესშიც ისვენებ თუ არა, არ ვისვენებ, ნამდვილად არ ვისვენებ. იცი რა არის, მე ვარ პროფესიით ჟურნალისტი და მინდოდა რომ ყოფილიყავი რეჟისორი. ძალიან საინტერესო პროცესია გამომდინარე იქიდან, რომ თან კადრს შენარჩევ, შენამონტაჟებ, სცენარს შენწერ, ხო ვითომ სახლის დალაგება და მარტივი ჩანს, მაგრამ არა. რაღაცა საინტერესოდ უნდა მიაწოდო მაყურებელს და რა თქმა უნდა, არ არის მარტივი. ყველაფერი ხარ შენ. დიახ. ყველაფერი შენ აკეთებ და რამდენადაც შრომაწევადია, იმდენად საინტერესო არის, თუმცა მარტივი ნამდვილად არ არის. ავაწყოთ ხო, ეხლა მე საგეხმარები აწყობაში. აი მეც ავაწყებ. ძალიან ლამაზია, ეხლა ძალიან მარტივად, მაღალ ტემპერატურაზე. ჩვენ გავუშვებთ ღუმელში, თუმცა მაყურებელს ვურჩევთ, რომ რა თქმა უნდა, კარგ მაღალზე ცეცხლი და შეშა განსაკუთრებულს გახდის და ვფიქრობ, ყველა საოჯახო შეკრებას ამ სეზონზე გახდის კიდევ უფრო განსაკუთრებულს, მაშინ როდესაც საერთოდ არ იღლები. მარტივად, სწრაფად, ყველა ბედნიერია და სიმარტივეშია ზუსტად ეს. კი ბატონო. ჩვენ ახლა ამას ავაწყობთ, გავუშვებთ ღუმელში და დავიწყებთ სალათის მომზადებას. სალათი როგორი გავაკეთოთ? იცი შეგვიძლია გავაკეთოთ კიტრი, რადგან გვაქვს კიტრი, გვაქვს პომიდორი, გვაქვს აგერ როგორც ხედავ ოხრახუში. კი ბატონო. ხახვის ქართული სალათისკენ ქართული სალათი ავაწყოთ. კარგი. მანამ სანამ შენ დაასრულებ შენი ქათმის უგემრიელეს რა მწვადი ხო? მე მანამდე გავხეხავ კიტრს და გავაკეთოთ სოუსი.
კი, ძალიან მომწონს მეც ეს ძალიან კარგი იდეა არის, იმიტომ რომ მე მიყვარს. კი, რა თქმა უნდა, ქართული ტყემალი ძალიან უხდება, მაგრამ მე ძალიან მიყვარს ეს რაღაცნაირი ბერძნული იოგურტი ან გაწურული მაწვნით მომზადებული соуსები. ძალიან ჯანსაღი გამოდის ჩვენი კერძი. ამასთან ერთად, რომელიც შეგვიძლია არა მხოლოდ მაყალზე, რა თქმა უნდა, ისედაც სახლში შეგვიძლია მოვამზადოთ. ხო, ახალი კარტოფილიც მოუხდება, ძალიან შებრაწულია რა. კი. ხოდით მაყურებელს კიდევ ერთხელ მოვუყვეთ, რას ვამზადებთ? მოკლედ, გვაქვს ხის ჭხირები, რომელიც ჩავალბეთ და გვაქვს გუდვილის მიერ დაბასტურმებული ქათმის ფილე და ასევე გვაქვს მწვანე მარინადში ქათმის ფილე, რომელიც დავჭერით და ესე სათითაოდ ავაწყეთ უკვე ჩვენს ხის ჭხირებზე ბოსტნეულთან ერთად. ბოსტნეული, რა თქმა უნდა, რაც მოგეპოვებათ და რაც მოგესურვებათ. მარიამი კი ამზადებს соуს, რომლისთვისაც ხეხავს ახლა კიტრს და დავამატებთ ბერძნულ იოგურტს, ცოტა მარილს და ლიმონის წვენს. აუ, როგორ მოუხდება ლიმონის ხო, წვენი? ახლა ამ ყველაფერს ავაცმევთ, გავუშვებთ ხუმელში გამოსაცხობად და დაგიბრუნდებით უკვე სალატის მომზადებით. დროებით. დაგიბრუნდით უკვე თითქმის მზა კერძებით. მარიამი ფუსფუსებს ჩემთან ერთად სამზარეულოში მოვაცდინეთ თავის დიდი სამზარეულოდან. და გვაქვს ეს ეგრეთ წოდებული ძაძიკი соуსი მზად, რომელშიც გამოვიყენეთ ბერძნული იოგურტი, გახეხილი კიტრი, რომელიც გავწურეთ თან და დავამატეთ ლიმონის წვენი. მარიამ, თუ შეიძლება მოგვიყევი სალატის ამბავი და მე წავალ და მწვადს გამოვიტან. მწვადი არაჩვეულებრივად გამოიყურება. მოკლედ ეს არის სტანდარტულად. კაი ქართული, ესე იგი, გემრიელი კიტრი და პომიდრის სალათი. ეხლა მე დავამატებ ზეითუნის ზეთს, მარილს. მე კი აუცილებლად უნდა მოგიყვეთ, რომ ეს არის ჩემი საყვარელი ძმარი, ეს არის იტალიური ბრენდი კოპი, რომელიც ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი გუდვილში, საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტით. მათ შორის კოპის ტორტიებსაც ვიყენებთ დღეს, იმისთვის რომ მასზე ლამაზად მოვათავსოთ ჩვენი მწვადი და ასევე რა თქმა უნდა, ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოში არის ფარკიონის ზეითუნის ზეთი, რომელიც არის ასევე იტალიური ძალიან დიდი ისტორიის მქონე ბრენდი. წარმოდგენილი არის გუდვილში, ცივი და ცხელი დაწურვის ორივე სახეობის ზეთი აქვს და ორივე იდეალურია როგორც ცივი, ასევე ცხელი კერძებისთვის და იგრძნობა ეს იტალიური პიკანტურობა ნებისმიერ კერძში. მოდი დავიწყებ თან აწყობას, ხო და შენც დაგითმობ მეორეს. აი ასე. სალატი ფიქრობ ყველაფერს უხდება ნამდვილად და ასევე მარიამ მოგეხსენება რომ კოკა-კოლა ყველა კერძს უხდება. ნამდვილად. ესე იგი მეც შევსწავლოთ. გადავანაწილე. და შეგვიძლია რომ ეს პირდაპირ ამაზევე დავუშვათ ჩვენი მწვადი, რომელიც არის მზა დაბასტურმებული. მომზადებული. ძალიან მარტივია, შეგვიძლია ახლა ესე გადავკეცოთ და ჩამოვცალოთ ჩვენი მწვადი აქვე. ბასი. ძალიან მაგარია, მართლა. ესე გამოგვივა. მე მიყვარს ასე, თუმცა რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ დავამატოთ ქართული ტყემლების соуსები და აქ გვაქვს ესეთი ძალიან ცინცხალი და გემრიელი სალათი, რომელიც ძალიან უხდება გაზაფხულს, არა? კი, ზაფხულსაც გაზაფხულსაც. მეც მომშივდა. არა დამშიოდა. სულ ეს იყო. მე კი შეგახსენებთ, რომ თქვენ თუ გინდათ რომ ესე სწრაფად და მარტივად იფუსფუსოთ სამზარეულოში, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებგვერდი goodwill.g ან აპლიკაცია და თქვენთვის სასურველ პროდუქტებს Goodwill-ის გუნდი უმოკლეს დროში მოგაცდეთ სასურველ მისამართზე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, მადლობა მარია. მადლობა პირიქით შენ მოწვევისთვის. ბევრი წარმატებები შენს ყველა საქმიანობაში და დროებით. ნახვამდის.